საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. არაერთი სახელმწიფოს წინაშე არსებული გლობალური საფრთხე, რომელზეც გერმანიის ელჩი ცინიკური რიტორიკით საუბრობს. ფაქტები და მტკიცებულებები Deep State-ის გავლენების შესახებ, რომელსაც პეტერ ფიშერი უარყოფს. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. შერჩევითი რეაგირება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და ევროპელი ლიდერების დუმილი. რა არგუმენტებით ხსნის ნაცოპოზიცია ევროპის შუაგულში მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობას და რას აჩვენებს დანიის მაგალითი საქართველოს ხელისუფლებისთვის. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე. საქმეში ფიგურირებს გრიგოლ ლილუაშვილიც. რას ედავება გამოძიება ლევან ახობაძეს. მართვის მოწმობის მიღების წესები გამარტივდა, რა იცვლება მძღოლობის კანდიდატებისთვის, გიყვებით რამდენიმე წუთში. მზადება ეროვნული დღესასწაულისთვის ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში. როგორ აღნიშნავს წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე ცოტნე ივანიშვილის სახელით ყალბი გვერდი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება манипуლაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით. ფაქტის შესახებ ოფიციალური წერილით ეცნობა TikTok-ის ადმინისტრაციას, სამართლებრივი რეაგირებისთვის კი საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება манипуლაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით. ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე. სოციალური პლატფორმა TikTok-ის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოებას შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას ასევე გვსურს, მოვუწოდოთ TikTok-ის მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს. დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე. გამოძიების ინფორმაციით ლევან ახობაძემ კერძო მეწარმისგან ქრთამის სახით 250,000 ლარი აიღო. სანაცვლოდ კი საბაჟო გამოშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ფულადი თანხის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა. საქმეში ფიგურირებს სუსის იმჟამინდელი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, რომელიც ქრთამის აღებაში ამხილებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი კორუფციული საქმე გაშიფრა. დაკავებულია ლევან ახობაძე, რომელიც 2024 წელს სუსის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მან კერძო მეწარმისგან საბაჟო გამოშვებ პუნქტზე ჩამორთმეული არადეკლარირებული ფულადი თანხის დაბრუნების სანაცვლოდ 250,000 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო. ყოფილი მაღალჩინოსანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებები. უცნობია თავად ახობაძის პოზიცია, რომელთანაც უკვე 2 საათზე მეტია ადვოკატია შესული. მის უფლებებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუბრაშვილი იცავს. ამ დილით დააკავეს ბატონი ლევან ახობაძე გენერალი. მე დავესწარი იმ საგამოძიებო მოქმედებას, რაც საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარდა საცხოვრებელ სახლში, კონკრეტულად კი ჩხეკა. ეხლა შევდივარ მასთან გვექნება საუბარი და ამის შემდეგ გავიკეთებთ უფრო. როგორ იყო მის საქმე ეხება 2024 წლის აპრილის პერიოდს, როდესაც კერძო მეწარმეს ლარსის საბაჟო გამოშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხა ჩამოართვეს. დაბრუნების სანაცვლოდ ახობაძე მას ქრთამის სახით 500,000 ლარი მოსთხოვა. გამოძიების ინფორმაციით ამის შემდეგ საქმეში იმჟამინდელი სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ერთვება. ლილუაშვილმა ახობაძეს თანხა 250,000 ლარამდე შეამცირებინა. შეთანხმებული რაოდენობა კი ყოფილმა მაღალჩინოსანმა იმავე დღეს შუამავლის საშუალებით საკუთარ კაბინეტში მიიღო. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით სამართლებრივი პროცედურების დაცვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს
თუმცა თანხის დაბრუნებაზე მიიღო უარი. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500,000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250,000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა. უცნობია დაუმძიმდება თუ არა ბრალი ან მისცემს თუ არა ლევან ახობაძე გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას. სუსის ყოფილი უფროსი ამჟამად პატიმრობაში თავადაც ქრთამის აღების ფაქტია. ლილუაშვილის ადვოკატი ბრალის დამძიმებას არ ვარაუდობს. გასიგავს როგორ მოიცავა ლევან ახობაძემ ამაზე ახლა წინსწრებად ბუნებრივი პასუხი ვერ გაგცემთ ჩემი ვარაუდით, რომელსაც არანაირი სახის შემთხვევა არანაირი სახის დანაშაულთან არ აქვს. საქმეზე გამოძიება ქრთამის განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღების მუხლით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. გლობალური საფრთხე, რომლის შესახებაც არც ერთ სახელმწიფოში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, ვაშინგტონმა კი მას ბრძოლა ეროვნულ დონეზე გამოუცხადა. ცინიზმის თემა გერმანიის ელჩისთვის. პეტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ Deep State-ი ქართული ოცნების მიერ გამოგონილი ნარატივია, საფრთხე კი სინამდვილეში არ არსებობს. იმას, რასაც ცინიკური რიტორიკით უარყოფს გერმანიის ელჩი, ადასტურებს დონალდ ტრამპი და შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი. როგორ მოქმედებდა Deep State-ი სხვადასხვა სახელმწიფოების ომში ჩასართავად არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად და დესტრუქციული პროცესების წასახალისებლად. ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ არაერთხელ ისაუბრა ტულსი გაბარდმა. ჩრდილოვანი მმართველობა ამხილა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა Deep State-ზე, რომ აბა სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა და მას დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას, სადაც პეტერ ფიშერი Deep State-ის შესახებ საუბრობს და კონსპირაციის თეორია დაფასებს. დიპლომატი მიიჩნევს, რომ Deep State-ი ქართული ოცნების მიერ გამოგონილი ნარატივია, საფრთხე კი რეალობაში არ არსებობს. Georgian Dream has developed this narrative. საქმე გვაქვს გარკვეულ ნარატივთან, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა. ეს არის გამოგონილი ნარატივი გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის და ლიბერალური ფაშიზმის შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს სიცრუეა. მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი Deep State-ი არ მინახავს. ვინ არის ეს Deep State-ი? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ ან სახე გვაჩვენონ. ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილი ცინიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ პეტერ ფიშერი დასცინის არამხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის ხელისუფლებას და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლებიც Deep State-ის გავლენების შესახებ ღიად საუბრობენ. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს Deep State-თან დაკავშირებული Deep State-ი რაღაც გამონაგონი არის, დასცინის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრამპს, ასევე შეუძლია ამერიკის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლის ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა Deep State-ზე ბრიტანეთში, პრინციპში დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ხედავთ სხვა ხალხების მიმართ. იმას, რასაც ვერ ხედავს პეტერ ფიშერი, ხედავს შტატების პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაცია. Deep State-ის საფრთხის შესახებ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ოვალური კაბინეტის დაკავებამდე ისაუბრა და ჩრდილოვანი ძალების დამარცხება საკუთარი წინა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ დაპირებად დაასახელა. ჩემი გეგმაა, რომ დავამარცხო Deep State-ი, დავაბრუნო დემოკრატია და ხელისუფლება დავუბრუნო ხალხს. ან Deep State-ი გაანადგურებს სახელმწიფოს, ან ჩვენ გავანადგურებთ Deep State-ს.
ამას მოჰყვა ვაშინგტონში Deep State-ის მხილების სერია უშუალოდ შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც ჯერ სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, შემდეგ კი ღიად განაცხადა, რომ შტატებში Deep State-ის გავლენები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, რადგან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის აქტორები ყველა გზით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ობამას ადმინისტრაციის დროინდელი დაზვერვის ინფორმაციის გასაჯაროებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ და სულ უფრო უახლოვდებიან მშვიდობის იმედს, Deep State-ის ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ. ისინი იყენებენ იმავე ტაქტიკას, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ. სადაზვერვო სამსახურში მოქმედი Deep State-ი დაზვერვის მონაცემებს იარაღად იყენებს, რათა ძირი გამოუთხაროს პროგრესს. ისინი ინფორმაციას თავიანთ მეგობრებსა და მეინსტრიმ პროპაგანდისტულ მედიას აწვდიან, რათა ეს ყველაფერი გავრცელონ და მცდარი ნარატივი დაამკვიდრონ. ტულსი გაბარდის შემდეგ იყო მარკო რუბიო, რომელმაც Deep State-ის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევაზე ისაუბრა. მარკო რუბიოს თქმით, ჩრდილოვანი ძალები ამისათვის USAID-ს იყენებდნენ. USAID is another great example. USAID კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია ის განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის შეიქმნა. საქმე მაშინ შეიცვალა, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება გადაიქცა იმად, თუ როგორ ჩაერთოთ შიდა პოლიტიკური პრიორიტეტები მთელ მსოფლიოში დაფინანსებულ საკითხებში, ასე რომ როდესაც ტრანსგენდერების უფლებების დაცვა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტად იქცა, ახლა მოულოდნელად ამერიკელების მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჰუმანიტარული განვითარების დახმარებად ჩამოყალიბებული პროგრამები გამოჩნდა არსებითად შიდა პოლიტიკური მოსაზრებები ჩაურთეს უცხოურ დახმარებას და შედეგად ახლა ის უნდა შეწყდეს. ეს კიდევ ერთი მაგალითია. იმას, რასაც ვერ ხედავს პეტერ ფიშერი, დაინახეს დიდ ბრიტანეთშიც. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლის ტრასმა პოდკასტების სერია დაუთმო იმის მხილებას, თუ როგორ უშლიდნენ პრემიერობის დროს ხელს Deep State-ის წარმომადგენლები, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ბრძოლაში საბოლოოდ ტრასი დამარცხდა და Deep State-ის წარმომადგენლება ის ჩამოაცილეს პრემიერ-მინისტრის პოსტს. ღიად აცხადებს იმასაც, რომ Deep State-ის ბრძოლის ერთ-ერთი ბერკეტი სწორედ USAID იყო და ღიად ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ჩრდილოვანმა ძალებმა ბრიტანეთის ყველა ინსტიტუციაში შეაღწიეს. რაც მათ მოახერხეს არის ის, რომ წარმატებით შეაღწიეს ჩვენს ინსტიტუციებში. ამგვარად დღეს მოქმედებს Deep State, რომელიც არ მიჰყვება საზოგადოების ნებას და სურვილებს ბრიტანეთში, ევროპაში თუ ამერიკაში. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ამერიკისთვის დიდების დაბრუნება. ჩვენ ასევე გვჭირდება ევროპისა და ბრიტანეთისთვის კვლავ დიდების დაბრუნება. სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამ ფაქტების ფონზე სახელმწიფო გუნდი პეტერ ფიშერის მიკერძოებულობაზე საუბრობს და განმარტავენ, რომ გერმანელი დიპლომატი დიდი ხანია დიპლომატიურ სტანდარტებს გაცდენილია. ქართულ ოცნებაში აცხადებენ იმასაც, რომ პეტერ ფიშერი, რომელსაც ვადა მალე ეწურება, ელჩობის პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანებით იყო დაკავებული. ბატონი პეტერი ქართული საზოგადოების წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, მან ზოგადად ზიანი მიაყენა ელჩობის ინსტიტუტს, როგორც ასეთს, და ქართველების თვალში გააიგივა უცხო ქვეყნის ელჩი სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას აქეზებს, ტყუილს აქეზებს, პროპაგანდას აქეზებს. როდესაც მთელი მსოფლიო ლიდერები Deep State-ზე საუბრობენ, როდესაც Deep State-ის ნამოქმედარი არაერთმა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურამ გაასაჯაროვა, ხოლო Deep State-ის წარმომადგენელს შეუძლია რომ უარყოს Deep State-ი და იძახოს რომ Deep State-ი არ არსებობს. Deep State-ი არის სწორედ ის ძალა, რომელიც საქართველოში აიძულებს სხვადასხვა დიპლომატს, სხვადასხვა პოლიტიკოს, ადგილობრივ აგენტურულ თუ NGO წარმომადგენელს, ევროპარლამენტარს თუ ევრობიუროკრატს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი და არაზუსტი დეზინფორმაციული ინფორმაციები ავრცელოს და ავრცელოს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოს სრულიად უდანაშაულად, ასე ვთქვათ, ამტყუნებს სხვადასხვა საქმეში. პეტერ ფიშერმა ბათუმელებთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, რომ ის საქართველოს შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა და ძალადობა არ წაუხალისებია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ძალადობისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს პირადად ესწრებოდა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა. გარდა ამისა, ის ოპოზიციის აქციებს პირადად ესწრებოდა და აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებდა.
პეტერ ფიშერი, რომელიც დიპლომატიურ მისიას რამდენიმე თვეში ასრულებს და პენსიაზე გადის, მასპინძელ ქვეყანას ისევ თავს ესხმის და საქართველოს გეოპოლიტიკური როლის დაკნინებას ცდილობს. გერმანიის ელჩისთვის შუა დერეფანში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზვიადებულია, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის ალტერნატიულ დამაკავშირებელ დერეფნად თავად ევროპული სტრუქტურები აღიარებენ. მმართველი გუნდი გერმანელი დიპლომატისგან არაერთ გზის დარღვეულ ვენის კონვენციას იხსენებს და აცხადებს, რომ პეტერ ფიშერმა ზიანი მიაყენა როგორც ელჩობის ინსტიტუტს, ასევე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. ნუცა კოროშინაძე კი ამბობთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. მორიგი თავდასხმა და სუვერენული ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა უცხოელი აქტორებისაგან. ჩვენი ქვეყანა კვლავ გერმანიის ელჩის თავდასხმის ობიექტია. პეტერ ფიშერი ამჯერად შუა დერეფანში საქართველოს ისტორიულ როლს აკრინებს და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ეჭქვეს დაყენებას ცდილობს. ბოლო წლებში საქართველოზე პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლა სისტემურ ხასიათს ატარებს. ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკური წარმატებების გაუფასურების მცდელობა თუ სატრანზიტო ფუნქციის მიმართ სკეპტიკური განცხადებები. პეტერ ფიშერი ქართულ ხალხს დემოკრატიასაც უწუნებს და საქართველოს როგორც ავტორიტარულ ქვეყანას ისე მოიხსენიებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება. დიპლომატიისაგან დაცლილ ფიშერის ამ განცხადებას ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა დაფასებს პარლამენტის თავმჯდომარე. ქართული ოცნებიდან დღეს ელჩს ორმაგი სტანდარტებით შეახსენეს, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სირიაში ჩავიდა და იმ ხელისუფლებასთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს არის მისი კამიკაძე ქმედება, რომლითაც თავისთავად აზიანებს და ცდილობს ბოლო ეს განწირული რაღაც აქტები ჩაიდინოს იმისთვის, რომ რაიმენაირად დაგვაზიანოს. გაიხსენოს სურათები, როდესაც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი ჩავიდა სირიაში და იქ როგორ მოხდა, როგორ ასე ვთქვათ, ჩაიხუტეს მალევე სირიის ხელისუფლება. სირიის ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს სხვათა შორის და საერთაშორისო სამართალსაც არღვევს ამ მხრივ, ყველა სხვა საკითხს არ ვისაუბროთ. ჩაიხუტეს, ხელი ჩამოართვეს, ბერლინში უმასპინძლეს იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ერთი. რა ვიცი ხა თუ კი სირიაშია დემოკრატია და ჩვენთან არის დემოკრატია, კი ბატონო, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენ ყოფილვართ ტირანები, ერთადერთი ბოლო ტირანები დედამიწის ზურგზე მის თვალში. სილამში ეს ყველაფერი ტყუილი. მას თქვა რომ წყინს ოცეუნებიან, რომ მატყუ არაა, მაგრამ ნუ იტყვის ტყუილს და არც ადამიანი არაფერს არ ეტყვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევრობიუროკრატები საქართველოს ისტორიული როლის დაკრინებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორი ევროკომისიის პრეზიდენტია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ვრცლად ისაუბრა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების შესაძლო გახსნაზე. თუმცა ამ პროცესში არაფერი უთქვამს საქართველოზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებას მალევე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელმაც ევროპელ ბიუროკრატებს მიკერძოებული დამოკიდებულება დაუწუნა. ალიევმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის ეფექტიან ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სწორედ ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოზე გადის. რბილად რომ ვთქვათ გაოცებული დავრჩი, როცა ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ მაცნობას, რომელიც მან უზბეკეთში, ცენტრალური აზიისა და ევროკომისიის ლიდერების სამიტზე გააკეთა. ის საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რასაც ისინი ევროპის გლობალურ კარიბჭეს უწოდებენ. ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არავითარ როლს არ თამაშობს. ჩვენთვის ევროპელი ბიუროკრატების სომხეთისადმი გრძნობები გასაგებია, მაგრამ რუკას ვერ უგულებელყოფ და ჩვენ საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე უზრუნველყავით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება.
ჰორმუსის სრუტის ჩაკეტვისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის ფონზე მსოფლიო ახლა ალტერნატიული უსაფრთხო გზების ძიებაშია. სომხეთის გაზის დერეფანი, რომელიც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიამდე აღწევს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უალტერნატივო მარშრუტად ყალიბდება. ამ ფონზე იზრდება აზერბაიჯანის ენერგეტიკული შესაძლებლობებიც. ოფიციალურმა ბაქომ იტალიაში 4500 საწვავის სადგური შეიძინა. ტრანზიტის მთავარი მარშრუტი კი სწორედ საქართველოზე გადის, რაც საქართველოს როლს, როგორც გეოპოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში კიდევ უფრო გააძლიერებს. გადაწყვეტილება 13 წლის შემდეგ აზერბაიჯანში იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას მიიღეს. რაც უფრო იზრდება ჩვენს გარშემო არასტაბილურობა, მით უფრო მნიშვნელოვანია იმ მყარი საფუძვლების განმტკიცება, რაც გაგვაჩნია. ფაქტი ერთია, საქართველოს ისტორიული როლი შუა დერეფანში უცვლელია. ჩვენი ქვეყანა პოზიციებს დღითი დღე იმყარებს, მათ შორის იმ საფლაგმანო მეგაპროექტების შედეგად, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობაში. ეს იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანაკლის ღმაწვოვანი პორტი თუ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. კრიტიკული რიტორიკის პარალელურად ევრობიუროკრატებმა საქართველოს როლის მნიშვნელობა ვერ დამალეს. ოფიციალურმა ბრიუსელმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა. მაშინ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში მოუწიათ იმის აღიარება, რომ საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანი და ევროკავშირისათვის საფლაგმანო მნიშვნელობის პროექტის ავტორია. შერჩევითი რეაგირება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და უპასუხოდ დატოვებული კითხვები. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ევროპელი ლიდერების დუმილი ოფიციალური თბილისისთვის ბრიუსელში არსებული ღირებულებითი კრიზისის მკაფიო ილუსტრაციაა. ქართული ოცნება იმ უსამართლო მიდგომებს იხსენებს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა დემოკრატიის პრობლემად შეფასდა, კოპენჰაგენში განვითარებული შემაშფოთებელი მოვლენები კი ყურადღების მიღმა დარჩა. მართალი გუნდის შეფასებით ევრობიუროკრატების ორმაგ მიდგომებთან ერთად დანიის მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული ოპოზიციის სახეც. კოპენჰაგენში დემონსტრანტების დარბევის დაგმობა ვერავინ გაბედა, უფრო მეტიც ოპოზიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობა დანიაში არსებული ცხოვრების მაღალი დონით გაამართლეს. საულმე გობრონიძე გიამბობთ. რამდენი ეცით პენსია მინიმალური დანიაში? სირცხვილია დანიას რო ახსენებს ეს ხალხი. ასე პასუხობს გიორგი ვაშაძე ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. გმობს თუ არა დანიის დედაქალაქში კოპენჰაგენში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, რა დროსაც პოლიცია აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდა, შემდეგ კი მოქალაქეების წინააღმდეგ გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. უკვე მეოთხე დღეა ერთიანი მესიჯბოქსით ოპოზიცია ევროპის შუაგულში მომხდარ ძალადობაზე დასმულ კითხვას პასუხობს, რომ იქ ცხოვრების მაღალი დონია. გამოდის თუ არა, რომ ოპოზიციისთვის თავარი შეფასების კრიტერიუმი არა თავად ძალადობრივი ფაქტი, არამედ ისა თუ სად ხდება. ან მათი ლოგიკით, თუ ქვეყანაში ცხოვრების დონე მაღალია, სახელმწიფოს აქვს მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის უფლება. ამ კითხვებზე განმარტებები ვაშაძემ აღარ ისურვა. მადლობა, მე კითხვას აღარ უპასუხებ თქვენ. ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაცა ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოპოზიციის ამ განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც ნაც ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ევროპელი ბიუროკრატების და თბილისში ელჩების მხრიდან კი ევროპაში განხორციელებულ ამ საჯარო ძალადობაზე დუმილი ოფიციალური თბილისისთვის საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებების კიდევ ერთი და უახლესი მტკიცებულებაა. სწორედ ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დროა გარედან თავს მოხვეული იდეოლოგია თითქოს საქართველოს ვინმე უნდა აასწავლოს ევროპული ღირებულებები დასრულდეს. რადგან არასერიოზულია იმ ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან მორალის კითხვა, რომელთაც თავად საკუთარ ისტორიაში მძიმე გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულების გამოუძიებელი ფაქტებიც კი აქვთ. დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლების ჩათვლით დანიაში იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა, ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოტყუებით და იძულებით, მათ შორის არასოწლოვანი 12 წლის გოგონები მოტყუებით მოახდინეს მათი სტერილიზება და დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები. ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართული იყვნენ, დღემდე საექიმო პრაქტიკას
ეწევიან. ეს პრაქტიკა გათანაბრებული არის ბევრის მხრიდან გენოციდთან. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპელი მაღალჩინოსნების უსამართლო მიდგომები, როდესაც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა დემოკრატიის პრობლემად შეფასდა. ევროკავშირის შიგნით განვითარებული ძალადობრივი მოვლენები კი ამ დრომდე მათი ყურადღების მიღმერ რჩება, რაც მმართველი გუნდისთვის ბიუროკრატიის რეალური სახის კარგი მხილება. სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ მოქმედების თავისუფლება, თუმცა მაშინ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტის მიმართ იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომელიც ჩვენ დანიაში ვნახეთ, ნამდვილად არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. სწორედ სათანადო შეფასება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მოუწოდა მეორე მხარეს, რომ დაეგმოთ, მინიმუმ დაეგმოთ მაინც და შესაბამისი რეაგირება მიეცათ ამ ფაქტების მიმართ, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც ადამიანის უფლებებით, ასე ვთქვათ, გვაშანტაჟებენ, მათთვის ადამიანის უფლება არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ეს ტრაფარეტული გამონათქვამი. ისინი იმდენად შებოჭილები არიან და იმდენად დამოკიდებული არიან გარე ძალებზე და გარე მესვეურებზე, რომ მათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ. ამიტომ მათ არ შეუძლიათ უბრალოდ დაგმონ ძალადობა სხვა ქვეყანაში და იგონებენ 1000 სისულელეს. ახლა ცხოვრების კეთილდღეობის დონე არანაირ კავშირში არ არის აქციის დაშლასთან. შეიძლება რომელიღაც ქვეყანაში ძალიან მაღალი ცხოვრების დონე იყოს, მაგრამ აქციის დაშლა და ადამიანის უფლებების ხელყოფა დასაგმობია მდიდარ ქვეყანაშიც და ღარიბ ქვეყანაშიც. ჩვენ მიუხედავად რამდენი დღე გავიდა, ხო, არც ბრიუსელიდან, არც დანარჩენი ევროკავშირის წევრებს არც ერთ სახელმწიფოს არ დაუგმია. არც ერთ არ უთქვამს, რომ იცი რა ეს მიუღებელია და როგორ შეიძლება. მაშინ როდესაც ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტის შენობას და ძალადობდნენ პოლიციელებზე, ესე იგი ვინ არ იყო ჩამწკრივებული იყო, რომ დაეგმოს საქართველოს მთავრობა, პოლიცია და რას არ კადრულობდნენ. და აქ ხმა გაწყვეტილი აქვთ. რატო? იმიტომ რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ამათი მიდგომა და ხელწერა. და ამან განაპირობა ის, რომ დღეს ევროკავშირის ავტორიტეტი შელახულია. მეოთხე დღეა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რობერტა მეცოლა და ანტონიო კოშტა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი ღია წერილი საპასუხოდ ვერ ასახელებენ, როგორია მათი პოზიცია შუაგულ ევროპიდან გავრცელებულ უმძიმეს კადრებზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე, რის შედეგადაც დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის დარბევის დროს ნაცემია ჟურნალისტი, დუმს დანიის ხელისუფლებაც, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და ოპოზიცია, ყველა ვინც საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ უწყებებს ძალადობრივი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალის გამოყენებისა და რევოლუციური პროცესების კანონის ფარგლებში აღკვეთის გამო თავს ესხმოდა. საჯარო კრიტიკა და შეურაცხყოფა ოპოზიციაში ისევ დაპირისპირება სააკაშვილ-ბოკარია გვარამიას ალიანსში მორიგი უთანხმოების მიზეზი ოპოზიციური ტელეარხია. ტელეპირველი ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიის სტუმრების მისამართით თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკა გიორგი ვაშაძემ პირად თავდასხმად მიიღო და ავტორს გაემიჯნა. პარალელურად ალიანსის წევრები 26 მაისისთვის მობილიზებას ქუჩაში ფლაიერების დარიგებით აგრძელებენ. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ყველა სცენარში, მათ შორის დაანონსებულ აქციაზეც პოლიტიკურ კრახს უწინასწარ მეტყველებს, რადგან მათივე შეფასებით ქვეყნის გარედან მართულ ოპოზიციას ქართული ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. დეტალები თანა შანიძე. ოპოზიციის ალიანსში მორიგი დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსი გახდა. მისი მხრიდან ტელეპირველის მისამართით გამოთქმული შეურაცხყოფის შემცველი კრიტიკა პირად შეურაცხყოფად მიიღო ოპოზიციური ტელეარხის აქტიურმა სტუმარმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც თანაალიანსელს ღიად გაემიჯნა. უბორნიაში დაბლოკილი რატომ არ უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი? სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტელეპირველის და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები. ამასთანავე ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არც ერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი. დაუბლოკა ვაშაძე, რომელიც დღეს საკუთარ პირდაპირ ეთერში ამტკიცებდა, რომ იმ წუთებში უამრავ ადამიანს ხვდებოდა. ჩვენს გადამღებ ჯგუფს ადგილზე მარტო დახვდა. თუმცა არ უპასუხა კითხვას, რა ხდება ალიანსში და რატომ მიიღო პირად თავდასხმად ჩერგოლეიშვილის მოსაზრება. დაუკავშირდით მორიგი დაპირისპირების გამომწვევსაც. თამარ ჩერგოლეიშვილმა პასუხი დააანონსა. უკაცრავად ახლა გავიღვიძე და ვაშინგტონ პოსტის ედიტორიალ ბორდთან შეხვედრაზე ვაგვიანებ უბორნიებისთვის მოგვიანებით მოვიცლი.
ჩემ სტატუსში ყველაფერი ნათქვამია, თუ რამე სხვა გაინტერესებს, სხვა საკითხი მითხარით თუ არა და შეგიძლიათ ჩემი სტატუსი გამოვაქვეყნოთ. რას ვფიქრობ და რას არ ვფიქრობ, ყველაფერი იქ წერია. ოპოზიციის ალიანსში მორიგი უთანხმოება გასაკვირი არ არის სახელმწიფო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ გარეთ ძალების მიერ დაფინანსებული ოპოზიცია ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობს, რაც მატერიალურ სახეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. მე მათ ოპოზიციას ვერ უწოდებ, ვერც ჩვენს ოპონენტებს ვერ უწოდებ, ეს არის რადიკალური აგენტურა, რომლის შინაარსია, რომ ჯერ სხვა უნდა შეჭამონ და დაჭამონ, შემდეგში ერთმანეთზე უნდა გადავიდნენ, ახლა უკვე ის რეჟიმი აქვთ ჩართული, რომ ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასული, თუმცა საინტერესო არის, როდესაც უკვე ტევ-პირველთან დაკავშირებით უჩნდებათ უთანხმოება, როგორც ჩანს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული ტევ-პირველი, რომელიღაც რადიკალისტვის უფრო მისაღებია და ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომია, ხოლო ჩერგოლეიშვილისთვის ნაკლებად, ამიტომ უკვე საკუთარი შიდა სამზარეულოს გასაჯაროებაზე გადავიდნენ. ერთადერთი რაც ამათ აერთიანებთ, ეს არის, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთა და უცხო პატრონების ქვეშ გაერთიანება. დამფინანსებელი ყავთ ერთი. თავიანთ მოღვაწეობის დროს პირობითად ხო ერთმანეთს კბენენ ხა. შეუძლებელი ხა ჩერგო დარჩეს ისე, რომ ვიღაცას არ გაკრას. ზოგჯერ სამართლიანად სხვა შორს ესეც მინდა აღვნიშნო. ეხა ვაშაძემ რა უნდა ქნას? თავი უნდა დაიცვას და ლიდერის მანტია მოისხას, ხო? ამას აკეთებს და ეხა ამას გაუტარებ ჩერგო არა და ორივეს არ უტარებს მათი ბელადი იქიდან რომელიც მოძღვროს რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანების ცდელობა აქამდეც და მომავალშიც იქნება წარუმატებელი. ისინი ემზადებიან 26 მაისისთვის კიდევ ერთი პროვოკაციისთვის და ამისაც უნდა საქართველოს გამაერთიანებელი გდე 26 მაისი გამოიყენოთ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეყოფათ გონიერება არ ჩაერთონ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ პროვოკაციაში, რაც შეეხება ამ დაპირისპირებას ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი თუ ვინ უფრო მეტად დაიმსახურებს გარედან მხარდაჭერას, დაფინანსებას. მორიგ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი ჯერჯერობით დუმილის რეჟიმშია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე კვირის წინანდელი მძიმე ურთიერთბრალდებების დროს მიხეილ სააკაშვილის ალიანსზე თავდასხმა განცხადებით მალევე დაგმეს და ნაციონალურ მოძრაობას შიდა წესების დაცვისკენ მოუწოდეს. ერთობის კრიზისის პარალელურად მოჩვენებითი ერთობით ალიანსის წევრები 26 მაისისთვის მობილიზებას ქუჩაში ფლაიერების დარიგებით აგრძელებენ. საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება ქვეყნის მთავარ გამზირზე აქტიური სამზადისი მიმდინარეობს ისტორიულ თარიღს ქვეყანა მასშტაბური ღონისძიებებით ხვდება. წვევამდელები ფიც თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადებენ, ყველა დიდ ქალაქში კი თითოეული სამინისტრო საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი. გაიმართება კულტურულ გასართობი და საბავშვო ღონისძიებები. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. სწორედ ამ კონცეფციას დაეფუძნება წელს 26 მაისის დღისადმი მიწყვნილი ღონისძიებები, რადგან წელს ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესაც ეიმობს. თეკლა ბესტაუშვილი გიამბობთ. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულამდე 3 დღე რჩება. ზუსტად 3 დღეში ქართველი ერი თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეს კიდევ ერთხელ იზეიმებს. აქტიური სამზადისია ქვეყნის მთავარ მოედანზე. სწორედ აქ გაიმართება ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია, სადაც 600-მდე რეკრუტი სამშობლოს ერთგულების ფიცს დადებს და ამის შემდეგ თავდაცვის ძალების რიგებს ოფიციალურად შეუერთდება. მე პირადად როცა გავიგე რომ 26 მაისს ფიცი უნდა დამედო, რა თქმა უნდა გამიხარდა, ნებაყოფლობით მოსული ვარ და მინდა რომ თქვა პირველ რიგში დიდი პატივი არის რომ აქ თქვა ვარ და შემდეგ ფიცაც რო დავდებთ, ეს იქნება ძალიან ემოციური მომენტი. სამხედრო მოსამსახურე თავის ცხოვრების განმავლობაში ერთადერთხელ დებს ფიცს. უდიდესი პატივია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის აქ დგომა და სამხედრო ფიცის მიღება. ემოციებს რაც შეეხება, ემოციები გვაქვს. სასწაული, мотиваცია უდიდესი, ხალხისგან მოდის უდიდესი მხარდაჭერა. წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ წლევანდელი ღონისძიებების მთავარი გზავნილია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. ეს დღე კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას იმ ფასეულობებს, რომლებმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა, გააერთიანა და თავისუფლების რწმენა შეუნარჩუნა. წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს ეძღვნება მთელი
საზეიმო ღონისძიება, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ 12 რეგიონში დადებულიყო ფიცი. დამოუკიდებლობის დღის საერთო ზეიმს მთელი საქართველო უერთდება. თითქმის 20 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები, სამხედრო ტექნიკის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, საბავშვო აქტივობები და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისს სტუმრებს ქალაქ გორში უმასპინძლებს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფი, ძალიან საინტერესო შემეცნებითი და საბავშვო სივრცეებით. ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ტექნიკა, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სახანძრო სამაშველო მანქანები, საპატრულო პოლიციის მანქანები და სხვა. დამოუკიდებლობის დღესადმე მიწყვილ საზეიმო ღონისძიებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მასპინძლობს. ღონისძიებები გაიმართება მარნეულსა და ახალქალაქში. ჩვენ შევთავაზებთ ძალიან მრავალფეროვან ღონისძიებებს ნებისმიერი ასაკის სტუმარს და ყველა ღონისძიება ისეა დაგეგმილი, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა მხოლოდ დამთვალიერებლად, არამედ ყველა ღონისძიების აქტიურ მონაწილეს. დამოუკიდებლობის დღეს წელს იუსტიციის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში აღნიშნავს. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დახვდებათ მრავალფეროვანი შემეცნებითი გასართობი, საბავშვო და საგამოფენო სივრცეები, წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების ტექნიკა და აღჭურვილობა, ეროვნული არქივის ინსტალაციები, აიდი ბარათის ფოტოზონა, ჩვენი ქორწინების სახლის სივრცე. დამოუკიდებლობის დღის მთავარი მონაპოვარი თავისუფლება საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ სადღესასწაულო სივრცეებში სტუმრებს მრავალფეროვანი თემატური სტენდები, საგამოფენო პავილიონები და შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტრო და სახელმწიფო უწყება წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად ტრადიციულად აქტიურად იქნება წარმოდგენილი საზეიმო ღონისძიებებში. ჩვენ ვიქნებით როგორც თელავში, ასევე ქუთაისში, ამბროლაურსა და ფოთში და ჩვენ შევძლებთ, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი მრავალფეროვანი სივრცეები, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებსა და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საინტერესო შემეცნებით და ასევე გასართობ აქტივობებს. დაცული ტერიტორიების სააგენტო 12 საათიდან ქალაქ ფოთში ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს მოქალაქეებს, ვიზიტორებს იმისათვის, რათა ერთად აღნიშნოთ აღნიშნული დღე. მოეწყობა საგანმანათლებლო, კულტურული შემეცნებითი სივრცეები, ბავშვებისათვის გასართობი სივრცეები, გაიმართება კონცერტი, ასევე იმიტაციური სივრცეები, სადაც ფაქტიურად დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის საშუალება ექნებათ მოსულ ვიზიტორებს, მოეწყობა ვირტუალური რეალობის კუთხეები. ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იქნება ამ დღის ორგანიზებაში ჩართული და იქნება ბევრი საინტერესო ლოკაცია ქალაქ მცხეთაში. იქნება რა თქმა უნდა კულტურული შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარებული და მათ შორის გასართობი სახის ღონისძიებები ჩატარებული მცხეთაში. 108 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეს ის ღირებულება, რომლისთვისაც ქვეყანამ დიდი მსხვერპლი გაიღო და მის დაცვას ყოველდღიურად აგრძელებს. სახელმწიფო ჯილდო სამშობლოსა და ერისწინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდო გადასცა. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ასევე ღირსების ორდენითა და ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მთავრობის მეთაური, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. ნინო საულქვაძე ამბობთ. ქართული ჯარი როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი. თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს დღეს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. სამშობლოსა და ერისწინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში თავდაცვის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ ასევე გენერალ-მაიორს ზაზა ჩხაიძეს, ბრიგადის გენერლებს კახა ტაბატაძეს და რომან ჯოხაძეს. საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მისი ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლები გადაეცათ გენერალ-მაიორებს ირაკლი ჭიჭინაძეს და შალვა შენგელიას, პოლკოვნიკს და საჰაერო თავდაცვის სარდალს სერგო ნინუას, ასევე მთავარ სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს შენების პროცესში თავდაცვის ძალების ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს, რომ სამხედრო მოსამსახურე
მომსახურეების მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური მომავლის საფუძველია. თანამედროვე გამოწვევებითა და საფრთხეებით ახსავს მსოფლიოში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება და არსებულ რეალობასთან ადაპტირება ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. თქვენი მუდმივი სიფხიზლე, სამშობლოს სადარაჯოზე მტკიცედ დგომა, დისციპლინა და მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ფასდაუდებელია თქვენი წვრილი ძლიერი სახელმწიფოს შენების პროცესში. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ იმ განსაკუთრებული დამსახურებისთვის, რომელიც საქართველოს გაძლიერებაში მიგიწვევთ. მშვიდობა ჩვენი მთავრობისა და ხალხის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი საფუძველი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია კი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების შარია. ეს ძლიერება სწორედ თქვენს სამხედრო ღირსებასა და საქმისადმი უანგარო ერთგულებას ეფუძნება. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თქვენ მიმართ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ დამსახურებელ სახელმწიფო ჯილდოს სამშობლოსთვის გაწეული ყოველდღიური შრომისა და თავდადების სამართლიან აღიარებას. საქართველოს მთავრობის სახელით მომავალშიც სრულ მხარდაჭერას გვირდები. საქართველოს ისტორიაში ქართველი მებრძოლი ყოველთვის იყო სიმამაცის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლო. სწორედ ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მისიებში. დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ. თითოეულ თქვენგანის შრომა, დისციპლინა და ერთგულება აძლიერებს საქართველოს და კიდევ უფრო მტკიცეს ხდის ჩვენ სახელმწიფოს. 35 წლის განმავლობაში გადალახული გამოწვევები და მიღწევები გაიხსენა თავდაცვის მინისტრმა და სამხედროებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ, მხარდაჭერა აღუთქვა. ხაზი გაუწვა ჯარის სიმტკიცის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუციაა. აქ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც დღეს ჯილდოვდებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებმაც მინიმუმ 20 წელი იმსახურეს თავდაცვის ძალებში, თავდაცვის სამინისტროში და არიან ადამიანებიც, რომლებმაც 35 წლიანი ისტორია, რომელიც აქვს თავდაცვის ძალებს, აქედან 32 და 31 წელი გაატარეს თავდაცვის ძალებთან ერთად. ეს არის არა მხოლოდ მათი დაფასება და აღიარება, არამედ ეს არის უმნიშვნელოვანესი мотиваცია მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც კარგად უნდა დაინახონ, რომ როგორ შეიძლება დაიწყო რიგითიდან, გახდე გენერალი, გახდე თავდაცვის ძალების მეთაური და იყოს შესაბამისად აღიარებული და კონდეს შესაბამისი აღიარება სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის განსაკუთრებული მხარდაჭერა და განსაკუთრებული мотиваცია. 35 წლის იუბილის ფარგლებში, რომელსაც წელს აღნიშნავ ჩვენ თავდაცვის ძალებთან მიმართებაში, ჩვენ ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ბევრი წახალისება, ბევრი ჯილდო, მაგრამ უდიდესი და ყველაზე დიდი, რომელიც შეიძლება ქართულმა სამხედრომ მიიღოს, ეს არის აღიარება და დაფასება სახელმწიფო ჯილდოთი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. წელს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცები ღირსებითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ სამშობლოს. მიღებულმა გამოცდილებამ ჩვენი ჯარისკაცები უფრო ძლიერი და ძოლისუნარიანი გახადა. ისინი დღესაც დაუღალავად განან ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ბატონო პრეზიდენტო, მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ბატონ გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს მიულოცო მიღებული ჯილდოები, მათ ნამდვილად დაიმსახურეს დღევანდელი ჯილდოები სამშობლოსათვის თავიანთი უანგარო და ღირსეული სამსახურით. 35 წლის განმავლობაში ქართველი ჯარისკაცები ღირსებითა და ერთგულებით ემსახურებოდნენ სამშობლოს და დღესაც დაუღალავად განან ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაფასებისთვის ხელისუფლებას მადლობას უხდიან. ჩვენთვის სამხედროების განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მithumetes წელს ამ უმაღლესი ჯილდოს მიღება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ჩვენი ისტორია, ძალიან კარგად ვიცით ჩვენი თავდაცვის ძალების შექმნის ისტორია და ვფიქრობთ, რომ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მომავალში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ჩვენს პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს ჩვენი დაფასებისთვის, ასევე მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი მთავრობის და ხელმძღვანელობის დამსახურებას თავდაცვის ძალების აღშენების საქმეში მათი წვლილისთვის. დღეს მიღებული ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისგებლობაა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ბატონ თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას.
ჩემი დაფასებისთვის და ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს თანამებრძოლებს, რადგან ეს ჯილდო არის საერთო ქმედების შედეგი. თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე გადაეცათ. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ირანის, ინდოეთის, გვინეის, გამბიის, შრი-ლანკის, დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკისა და პარაგვაის დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებმა გადასცეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79 სესიაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძე გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა და დელეგატებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა სესიაში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმების მიმდინარეობაზე, პირველად ჯანდაცვის გაძლიერებაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებასა და ფარმაცევტული პოლიტიკის საკითხებზე. დისკუსიებში განსაკუთრებული ყურადღება დაითმო რეგიონულ თანამშრომლობასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს შესაძლებლობა მუდმივად თვალს ვადევნებდეთ სხვადასხვა წარმატებულ სახელმწიფოებში მიმდინარე რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები იქნა გამონახული იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით, ისე როგორც არაერთ სახელმწიფოსთან პირისპირ შეხვედრების ფარგლებში და ფორმატებში გამოვლენილი ნება, რომ გქონდეს სამომავლოდ ძალიან აქტიური და სიღრმისეული თანამშრომლობა. მაქსიმალურად იყო ჩვენი დელეგაციის ჩართულობა ყველა შეხვედრაში, როგორც ასესიო, ისე პირისპირ შეხვედრების დროს რამოდენიმე საკითხი, მათ შორის იყო განხილული აქტიურად ევროპის წამყვან ქვეყნებთან ერთად დიუშენის სინდრომთან და მედიკამენტებთან მათი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი პოზიციები, ბევრ საკითხში გამოთქმული იყო თანხმედრა ჩვენი პოზიციების, ასევე მნიშვნელოვანია რომ შედგა შეხვედრა ბატონ ჰანს კლუგესთან ერთად, სადაც სამომავლო გეგმები განვიხილეთ. ბევრი ორმხრივი შეხვედრა ჩატარდა სხვადასხვა საკონსულტაციო თემაზე ბუნებრივია. ეს გახდათ მაგალითად დანიის, ნორვეგიის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის მაღალი დონის წარმომადგენლებთან. უაღრესად საინტერესო იყო ევროპის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელთან ჰანს კლუგესთან შეხვედრა, სადაც ძალიან ფართო სპექტრის საკითხები იქნა განხილული. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობა არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით მომავალშიც გაგრძელდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს უწყების ცნობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებები ეგზავნება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულით. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი და საზოგადოებას მოუწოდებს არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია. დაინტერესებულ პირებს კი დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს მიიმართონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის. კერძოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია. დამატებითი ინფორმაციის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს. ასევე ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შედის დღეიდან პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებისთანავე კანდიდატებს მეორე ეტაპის გასვლის დროის დაჯავშნა უკვე ყოველგვარი ლოდინის გარეშე ადგილზე შეეძლებათ. მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით იცვლება როგორც გამოცდის შეფასების წესი, ასევე თეორიული ნაწილის პირობები. ამასთან პროცესის გაუმჯობესების მიზნით გორსა და ბათუმში საგამოცდო მარშრუტებიც განახლდა. დეტალებით მარიამ რატიანი. მართვის უფლების მისაღები გამოცდების წესები გამარტივდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით გამოცდების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მძღოლობის კანდიდატებისთვის გაადვილდა როგორც თეორიული ატესტაციის შეფასების სისტემა, ისე ქალაქში ჩასაბარებელ გამოცდაზე დარეგისტრირების წესი. მართვის მოწმობის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებისთანავე მომავალ მძღოლებს უკვე შეუძლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში ადგილზევე დაჯავშნონ. მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებს მნიშვნელოვან სიახლეს თავაზობს. კერძოდ, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაჯავშნა ლოდინის გარეშე პირველი ეტაპის ჩაბარებისთანავე გახდა შესაძლებელი. ცვლილება შეეხო მარშრუტებსაც სხვადასხვა ქალაქებში ეტაპობრივად ხორციელდება საგამოცდო გზების ოპტიმიზაცია. განხორციელდა და კვლავ მიმდინარეობს საგამოცდო მარშრუტების ცვლილება სხვადასხვა რეგიონებში. გაიზარდა თეორიულ გამოცდაზე დასაშვების შეცდომების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე მძღოლობის კანდიდატს 30 შეკითხვიდან 27 სწორი პასუხი უნდა დაეფიქსირებინა, ახლა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მათ პასუხი სწორად 25 კითხვას უნდა გასცენ. B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. მარტივდება ქალაქში ჩასაბარებელი გამოცდაც 15 ივნისიდან B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება. ცვლილებამდე არსებული წესით 12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას ნიშნავს. ახალი წესით კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება. მე-15 შეცდომა გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს. მომსახურების სააგენტო მარშრუტების ოპტიმიზაციაზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი ექსპერტების მიერაა შეფასებული. ეს იყო პოსტების საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მეორე შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.